სალამი მეგობრებო. მოკლედ წინა ვიდეოზე დაიწერა ესეთი კომენტარი, რომ მოძრაობასაც გაკეთე რამე, რომ კარგად ვისროლოთ ჰედებიო რა. ხო და მოდით გასწავლით რამდენიმე ხერხს. პირველ რიგში ჯოისტიკი მე მიყენია მესამეზე, ასე ვთამაშობ, ცოტა ზევით მაქვს აწეული და ეს ცოტა ზემოთ აქვს. ეხლა უყურეთ რა ხდება. ეს გექნება 1000-ზე დიდი ალბათობით და ანუ ძალიან გარბის ხოლმე რა, გადაპიკულიც როგორ უცებ გარბის რაღაცა რა. ხო და ვერ იმორჩილებ კაცს და უყურებ მაგალითად აი აქ რო იდგე რა. აი აქ რო იდგე და ესე მე უცებ გაგირბის კაცი რა, ის გადაპიკული როდგა ხარ უცებ გარბის. ხო და ამისთვის საუკეთესო არის რომ დავაყენოთ დაახლოებით 85-ზე. 85-ზე. აი და კიდევ პლუს, რასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ჰედები კარგად წაიღოს. აი, კაცი გვიგას სიტყვაზე აქვს რა. ანუ ესე უნდა გავაკეთოთ, ყურე. ჯოისტიკს დააკვირდით, როგორ ვაკეთებ? და აი ეს რაც არის ეს თეთრი. უნდა ეცადოთ, რომ რაც შეიძლება, ანუ ყოველთვის გქონდეთ კაცის სიმაღლეზე რა. ჩაკუნტის მომენტში ზემოთ უნდა დატოვოთ რა. და კიდევ ეხა კიდე ერთ ვიტყვი რა. კაროჩე, ვისაც ახალი დაწყებული გაქვთ PUBG Mobile რა. რაღაც არ უნდა დააყენოთ, შეთები რო არ ჩავთვალოთ, ჰედებს ვერ გაისვით რა. ეგრევე. ესენი რომ დააყენოთ. შეიძლება ეგრევე ვერ ისროლოთ, იმიტომ რომ ამას სჭირდება რამდენიმე თვიანი, წლიანი პრაქტიკა, რომ დაამუღამო რა ჰედების სროლა კარგად. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია რა. ეკრანი უნდა იმასკნათ, რა ქვია, ადაგჯაგოთ. აი სიტყვაზე კაროჩე აგერხა რა და აგერგას კაცი. ესე აწაგდაგებ კაროჩე კარგად წაიღებს მოკლაო. ჩაკმოწვაზეც, დაწოლაზეც. რა პრინციპში ეს იყო და მეტი არაფერი. ბევრი ვარჯიში და გამოგივოთ ყველაფერია. Practice makes perfect.